საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეზოში მდებარე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მშენებლობა დასრულდა. ეკლესიის აღმშენებლობითი პროცესი რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჯვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ტელევიზიის დირექტორის, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს ძალისხმევით დაიწყო. 2011 წლის 30 დეკემბერს გაიჭრა ფუნდამენტი, თებერვალში კი საძირკველი იკურთხა. საქართველოს ეკლესიის მწყემსთავრის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, რომ ეკლესია წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე აშენებულიყო. ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის არქიტექტორი თეიმურაზ ბერიძეა. ეკლესიის ქტიტორები არიან გოჩა ძნელაძე, იოსებ ჩხაიძე, თამაზ ადამია, დიმიტრი ჯალაღონია და ბეჟან წაკაძე. მშენებლობას საველი მარსაგიშვილი და ზურაბ ლაბაძე ხელმძღვანელობდნენ. ეკლესიაში საღამოს ლოცვა 31 აგვისტოს საღამოს 6 საათზე დაიწყება. 1 აგვისტოს კი მოხდება ეკლესიის კურთხევა და აღესრულება საზეიმო ლიტურგია. წირვას ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე აღავლენს. მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით ეკლესიის წინამძღვრად დეკანოზის ზურაბ ჭედნიშვილი დადგინდა. ეკლესიაში ემსახურებს ასევე დეკანოზის ზურაბ ცხოვრებაძე და დიაკვანი ლევან ანდღულაძე. სასიხარულო დღე არის ჩვენს ტელევიზიაში, არა მარტო ჩვენ ტელევიზიაში, ჩვენ ეკლესიაში, ქალაქ თბილისში, ამუბანში იხსნება ახალი ტაძარი, ეს არის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი, რომლის მშენებლობა, კეთილმოწყობა უკვე რამოდენიმე წელიწადია მიმდინარეობდა. ეს ტაძარი მდებარეობს აქვე, საპატრიარქოს ტელევიზიის ეზოში, მის გვერდით და დიდი ხანია, როგორც ჩვენ თანამშრომლები ველოდებით ამ ტაძრის გახსნას, ისე ამუბლის მცხოვრებლები. ამ ტაძრის სახელი თვითონ შეურჩია სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მან ესე ბრძანა, რომ ავაშენოთ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი, იმიტომ რომ ეს არის სიყვარულის მოციქული, რომელიც ამბობს, რომ ღმერთის სიყვარულია და რადგან ჩვენ გვაკლია სიყვარული, ამიტომ აი სწორედ იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი ავაშენოთ და მას ვევეძოთ ამისთვისო. ჯვარ-გუმბათოვანი სტილის 4-აფსიდიანი ეკლესია გამშენდა წმინდანთა ხატებით, იატაკი მოპირკეთდა და მოზაიკით, რომლის ესკიზი იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში არსებული მოზაიკის მიხედვით შეიქმნა და სიმბოლურად მაცხოვრის 5 ჭრილობას განასახიერებს. მოზაიკა ფირმა კამარაში დამზადდა. გაკეთდა ძველი ქართული ორნამენტებით შემკული ცაცხვის კანკელი, რომლის ავტორიც აკაკი ბაქრაძე გახლავთ. დაიდგა წმინდა ტრაპეზი. სამრეკლოსა და ტაძრის სამივე კარის ჭედურობის მხატვარ დიზაინერი ლადო ბოცვაძეა. აღსანიშნავია, რომ ეკლესიის მშენებლობას განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან მიმდებარე ტაძარი არ არის და მათთვის ახალი ეკლესიის გახსნა დიდ ნუგეშსა და სიხარულს წარმოადგენს. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება თითოეულ მათგანს მადლობას უხდის თანადგომისთვის და ულოცავს მათ სასულიერო კერის მშენებლობის კეთილად დასრულებას. ტაძარში პირველი საზეიმო წირვა 1 აგვისტოს აღევლინება. ცხრისნახევარზე მოხდება ეკლესიის კურთხევა, რომელსაც საზეიმო საღვთო ლიტურგია მოყვება.